როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება, როცა შეხვდი მეგი მასწავლებელს? როდესაც მეგი მასწავლებელი პირველ კლასში შემოვიდა, მე მივხვდი, რომ იგი იყო ძალიან სათნო. მას ჰქონდა ძალიან ლამაზი ღიმილი და ძალიან კეთილი მასწავლებელი იყო. მე მივხვდი, რომ მასთან მეგობრობა აუცილებლად ღირდა. მარიამ, რა შეცვლიდი ამ 4 წლის განმავლობაში და რატომ? მე იმას შევცვლიდი, რომ პირველ კლასში რომ კორონავირუსი იყო, ყველანი იღბებში რა ვიყავით. პანდემია რო იყო და ონლაინები რო ქონდა ერთი პერიოდი, მაგას შევცვლიდი, რომ კორონავირუსი არ ყოფილიყო. ნიღებშიც არ ვიქნებოდით, უფრო მე მასწავლებელი უფრო მეტ აქტივობებს ღონისძიებებს და უფრო სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებდა. სანდრო, მეგი მასწავლებლის ჩატარებული ღონისძიებებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდა და რატომ? ისე მეგი მასწავლებლის ჩატარებული ყველა ღონისძიება ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინც ძალიან განსაკუთრებით დამახსოვრდა მტირალა ზაზვო. მე ზღადის როლში ვიყავი და ბღავდი და ყველა ბევრი ცინა და ძალიან მოეწონა. ვანიკ, გაიხსენე რამე საინტერესო ან სასაცილო შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მეგი მასწავლებელთან. პირველ კლასში მე რომ არ ვიცოდი ქართული, იყო მათემატიკის გაკვეთილი. მეგი მასწავლებელმა დაგვიწერა მაგალითები და ერთი მათგანი იყო არასწორად. მე არ ვიცოდი კარგად ქართული და ვთქვი, მას შემეშალა. და მე უნდა მეთქვა მას შეგეშალათ და ვერ ვამბობდი. მე მასწავლებელმა გაიგო, რომ მას შეეშალა და არა მე. როგორია მეგი მასწავლებელი და ყველაზე მეტად რა მოგენატრება მაღალ კლასებში? მეგი მასწავლებელი არის ძალიან საყვარელი, მზრუნველი, მეგობრული და ცოტა ბავშვური. მასთან ერთად გატარებული დრო ჩემთვის დაუვიწყარია. ვფიქრობ, მომენატრება, მზრუნველობა, რადგან სხვა მასწავლებლები ისევე იზრუნებენ, როგორც მეგი მასწავლებელი. ძალიან მიყვარს მეგი მასწავლებელი და მინდა ყოველთვის მხიარული იყოს. რას ეტყოდი მეგი მასწავლებელს ჩვევის სახით, თუნდაც როგორც უმცროსი მეგობარი? ვუჩერდი, რომ ბავშვებთან გულწრფელი დარჩეს. აღწერე მეგი მასწავლებელი როგორია? მეგი მასწავლებელი ჩვენთვის არის კეთილი, მზრუნველი, რადგან ჩვენთვის ზალხონეს არ ეშურებს. მან ყოველთვის იცის რა გვახარებს და რა გვამხიარულებს. მეგი მასწავლებლის გაკვეთილებიდან განსაკუთრებულად რომელი გახსენდება და რატომ? განსაკუთრებულად მახსენდება მეტად უგადოების გაკვეთილი. რადგან მეგი მასწავლებელი ამ გაკვეთილს ხშირად გვიყვებოდა თავის თავგადასავლით და ბევრს ვიწმინოდით. ასევე გავიხსენებ ქართულის გაკვეთილს. ამ გაკვეთილზე უკვე თითოეულ თემას ვმსჯელობთ და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. აღწერე როგორია მეგი მასწავლებელი და რა მოგენატრება უფროს კლასებში? მეგი მასწავლებელი არის კეთილი, ყოველთვის ღმერთიანი, მეგობრული. როცა გადაავალ უფროს კლასებში, მომენატრება მეგი მასწავლებლის გაკვეთილები. მეგი მას ძალიან მიყვარხარ. როგორი ღიმილი აქვს მეგი მასწავლებელს? მეგი მასწავლებელს აქვს ღიმილი როგორც მზეს. ის როცა შემოდის ხოლმე კლასში კაშკაშებს. სანდრო, თუ რომ უკან დაბრუნდეს და ქონდეს არჩევნის თავისუფლება, შეცვლილი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატომ? რა თქმა უნდა, არა. ისე საერთოდ ჩემინება რომ იყოს, მთელი 12 წელი ჩემი მასწავლებელი დამეგებელი იქნებოდა და მასზე უკეთესი მასწავლებელი მთელი სამყაროში არ მიყოლ. მეგი მასწავლებელთან გატარებული დღეებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდა? ძალიან ბევრი, მაგრამ განსაკუთრებით უყურმართობის დღე. ძალიან ბევრი ვიხალისეთ და გავერთეთ. კიდევ დავამახსოვრდა ექსკურსიაზე. მეგი მასწავლებელი რომ ვაკატავეთ. ძალიან უხაროდა და კარგი დრო გავატარეთ. ის ერთი სიტყვა, რა რომელია, რითაც შეაფასებდი მეგი მასწავლებელს? ის ერთი სიტყვა ალბათ არის სიტყვა სახელად მშვენიერება. რატომ?
რატომ და ის ძალიან მშვენიერია, მიყვარს, უყვარვარს ბავშვები, არის ძალიან კეთილი და თბილი. ჩვენი მეგი მასწავლებელი გვასწავლის გვამეგობრება, ბევრ საიდუმლო ამბებს გვიყვება და ჩვენც ვუყვებით. მაღალ კლასებში რო გადავალთ, მოგვენატრება მისი სითბო, სიყვარული, მოფერება და მისი რჩევა და არიგებები არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ ცხოვრებაშიც გამომადგება. სწავლებელი როგორია, ყველაზე მეტად რა მოგენატრება უფროს კლასებში? მეგი მასწავლებელი არის ძრუნველი, კეთილი, ლამაზი, მოსიყვარულე და დიდ კლასებში მომენატრებოდა თვითონ მეგი მასწავლებელი და თავის გაკვეთილები. ორია მეგი მასწავლებელი. საყვარელი, მოსიყვარულე ბიჭური კლასისთვის და როგორც ჩობელი ეგრე გვაქცია. მეგი მასწავლებლის რომელი გაკვეთილი გახსენდება? მე მეგი მასწავლებლის 4 წლიდან ძალიან ბევრი გაკვეთილი მქონდა და სამახსოვრებელი, მაგრამ მე ყველაზე მეტად დავამახსოვრდა ყირაბალად დღე რადგანი იქ ბევრი ბავშვი მოვიდა ისე როგორც არ შეიძლებოდა სკოლაში სასაცმელად, მაგალითად პიჟამოებით, ხალათებით და ასე შემდეგ. აბა ერთი რაიმე კურიოზი გაიხსენე ან სასაცილო შემთხვევა მეგი მასწავლებელთან დაკავშირებით. კურიოზი გამახსენდა. ერთხელ მე და მეგი მასწავლებელმა ხელოვნების გაკვეთილზე შენიშნა მომცა საუბარზე. მე კიდე პრობლემა გადაუჭერი და ესე ვუქენით, ხოლო ამის შემდეგ ბევრი ვიცინეთ. ლილეკო, როგორი ღიმილი აქვს მეგი მასწავლებელს და რა ემოცია მოაქვს მასთან ჩახუტებას? მეგი მასწავლებელს აქვს ძალიან ლამაზი და თბილი ღიმილი. ის როდესაც მეხუტება, ზღვა ემოცია მოაქვს ჩემთვის. მეგი მასწავლებლო, ძალიან მიყვარხარ. მადლობა განვლილი 4 წლისთვის. სუკა, ერთი კითხვა მაქვს შენთან. თქვათ რჩევის საშუალება რომ მქონდეს, მეგი მასწავლებელთან რას ურჩევდი? მეგი მასწავლებელს? ვურჩევდი რომ ჩააბაროს, როგორც სხვა მასწავლებლები აბარებენ, რომელიმე საქმის გამოცდა, ისე რომ ჩვენ ბოლომდე გამოგვყვეს მთელი სკოლა, სანამ დავავთავრებთ 11 კლასამდე და გვასწავლოს ერთი საგანი მომავალ კლასებში. ნინო, დრო რომ უკან დაბრუნდეს და არჩევანის თავისუფლება გქონდეს, შეცვლიდი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატომ? დიახ, შეცვლიდი და დავაპატარებდი 20 წლით, რადგან კიდე უფრო მეტი ჩვენნაირი კეთილები, ლაღები და ბედნიერი ბავშვები გამოზარდოს. სიტყვა, რომელსაც შეადარებდი მეგი მასწავლებელს. იმედი. ანა, გაიხსენე ღონისძიებები, რომლებსაც გიტარებდოთ მეგი მასწავლებელი. მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის ღონისძიება, როცა მეგი მასწავლებელმა გითხრა, რომ უნდა გაგკეთებინათ ჩრდილების თეატრი. ამ ჩრდილების თეატრში ყველა იყო მთავარ როლში და არავინ არ იყო დარჩენილი. მართალია მთავარ როლში იყვნენ მხოლოდ ბაჭია და ზაზღუნა, მაგრამ როლები ისე გადავინაწილეთ, რომ ყველა ყოფილიყო მთავარ როლში. გაიხსენე ღონისძიებები, რომლებსაც გიტარებდათ მეგი მასწავლებელი, რომელი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და რატომ? მე ყველა ღონისძიება ძალიან კარგად დამამახსოვრდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, როცა მე მასწავლებლ მომცა როლი პეპი გძელი წინდა. ეს ალბათ დაუვიწყარით იყო, როცა რამეს ვიცახოდი, ყველა იცინოდა. ჩემთვის ეს იყო საუკეთესო დღე სკოლაში. მეგი მასწავლებელი, დიდი მადლობა ამ 4 წლისთვის და იმედია თქვენ შემოხატხომეთ ჩვენ გაკვეთილებზე და ასევე ჩვენ მოვალთ თქვენ კლასში. სიტყვა, რომელსაც შეადარებდი მეგი მასწავლებელს. მეგი მასწავლებელს შევადარებდი სიტყვა სახლს, რადგან მასთან ყოველი ურთიერთობა ისეთივე თბილი იყო, როგორიც სახლში. რა სინატრებდი? რომ მე-5 კლასში რომ გადავალთ, ის შეგვხვდეს, რა ქვია, სკოლის დროს, ჩვენ როცა მივალთ სკოლაში. გიო, სიტყვა, რომელსაც შეადარებდი მეგი მასწავლებელს. რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება, შეცვლიდი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატომ? რა თქმა უნდა,
არ შევხვდი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფრის გამორჩეულია და საუკეთესოა. ამიტომ ვიტყუდი, რომ ის თითქოს ჩემთან ერთად ყოფილიყო. მეგი მასწავლებელს უსურვებ ბედნიერებას, წარმატებას და ჯანმრთელობას. ძალიან მიამაყენებთ მეგი მას და მიყვარხართ. აღწერე მეგი მასწავლებელი როგორია და რა მოგინატრება უფროს კლასებში. მეგი მასწავლებელი არის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული. მე უფროს კლასში მომენატრება, რომ მის კლასში ვიყო და ყოველი დღე მქონდეს მხიარული. მეგი მას ძალიან მიყვარხართ. ბატო, დრო რომ უკან დაბრუნდეს და გქონდეს არჩევანის თავისუფლება. შეცვლილი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატო? დროის უკან გამულება რომ შემეძლოს არ შეცვლიდი მეგი მასწავლებელს, რადგან იგი გვასწავლის ქცევის წერისებს, სიყვარულს, მეგობრობას და სამართლიანად მოქცევას. მეგი მას მე ძალიან მეყვარხარ და გაფასებ. რას ეტყოდი მეგი მასწავლებელს, თუნდაც რჩევის სახით, როგორც უმცროსი მეგობარი? მეგი მასწავლებელო, მე ძალიან მეყვარხართ. მადლობელი ვარ მე თქვენით, იმისთვის რომ მასწავლეთ სითბო, სიყვარული და მეგობრობა. მიყვარხართ. გაიხსენე რაიმე საინტერესო ან სასაცილო შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მეგი მასწავლებელთან. ერთ დღეს მეგი მასწავლებელს ეგონა მუსიკის გაკვეთილი, მაგრამ მეგი მასწავლებლის გაკვეთილი აღმოჩნდა და მთელი გაკვეთილი გაგვიცდა. ტასო, აღწერე მეგი მასწავლებელი როგორია? ყველაზე მეტად რა მოგენატრება უფროს კლასებში? უსურვო მეგი მასწავლებელს რაც გინდა. მეგი მასწავლებელი არის კეთილი, მზრუნველი, ჭკვიანი ადამიანი. მისი გაკვეთილები არის ძალიან მხიარული. მე მეგი მასწავლებელს ვუსურვებ, რომ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი და ეგეთი მხიარული, როგორიც არის. ძალიან მიყვარხართ მეგი მას, ნახვამდის. მეგი მასწავლებელისგან რა მოგენატრება? თუ დაფიქრებულ ხარ აბა? მეგი მასწავლებელისგან მომენატრება მის სახალისო გაკვეთილები, ხუმრობები, მისი ამბები თუ რა გადახვდა პატარაობაში თავს, სპექტაკლები, როგორიცაა მაღლა და ჩრდილების თეატრი. ჩრდილების თეატრი ჩემთვის საუკეთესო სპექტაკლი იყო, რაც კიდევ გამიგეთებია. ის მუდამ მემახსოვრება და მუდამ მეყვარება. გიო, დრო რომ უკან დაბრუნდეს და გქონდეს არჩევანის თავისუფლება. შეცვლიდი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატომ? არა, მე არ შევცვლიდი მეგი მასწავლებელს, იმიტომ რომ ის ბევრი რაღაცა მასწავლა, მათემატიკა, ბუნება და ასე შემდეგ. ის ძალიან თბილი მასწავლებელია და სკოლის დასასრულში ის არასოდეს არ გამოვიწყდა. აღწერე მეგი მასწავლებელი. ყველაზე მეტად რა მოგწონს მასში? მასში ყველაზე მეტად მომწონს, რომ არის ძალიან კეთილი და თბილი. იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობს, რომ ჩვენ დაგვიცვას რამე ცუდისგან. ცდილობს საუკეთესო თვისებები გააგვიძოს ჩვენში. გვასწავლოს სიკეთეც, მეგობრობაც და ერთმანეთის მხარში დგომაც. მადლობა მეგიმას ამ დაუვიწყარი წლებისთვის. დრო რომ უკან დაბრუნდეს და გქონდეს არჩევანის თავისუფლება, შეცვლილი თუ არა მეგი მასწავლებელს და რატო? არ შევცვლიდი, იმიტომ რომ მეგი მასწავლებლის ნაირი თბილი მუსიყვარული და მხიარული მასწავლებელი არსად არ არის. აღწერე როგორია მეგი მასწავლებელი, რა მოგენატრება, როდესაც მაღალ კლასებში იქნები და რას უსურვებდი მეგი მასწავლებელს? მთელი მეგი მასწავლებელი არის კეთილი, მზრუნველი და მეგობრული, როდესაც რამე გვიჭირს ყოველთვის ცდილობს და გეხმაროს, მე მას უსურვებდი ყველაფერს საუკეთესოს, მე ძალიან მიყვარხარ საერთოდ გატარებული დღეები, ექსკურსიები და ღონისძიებები. მიყვარხარ მას. იგი მასწავლებელს უსურვე, რათში გინდა გულით. ჩემ პირველ მასწავლებელს უსურვებ, რომ იყოს ძალიან დიდი ხანი მასწავლებელი და აღზარდოს ბევრი კარგი მოსწავლე. მას ძალიან მიყვარხართ და სულ თქვენი იმედი მექნებათ. თქვენ ხართ ყველაზე მეგობრული მასწავლებელი, კოცნით. ნია, რას უსურვებდი მეგი მასწავლებელს, რაც შენ გინდა გულით? ჩემ მეგი მასწავლებელს უსურვებდი სულ წინსულს, მარტო საუკეთესო წარმატებას. მიყვარხართ მეგიმას. უსურვე მეგი მასწავლებელს, რაც შენ გინდა? მას გისურვებთ წარმატებას, ყველას მოგვენატრებით ძალიან და ძალიან გამომართლა იმ კლასს, რომელიც თქვენ უნდა აიყვანოთ მალე. რას უსურვებდი მეგი მასწავლებელს? წარმატებას, რომ ჩვენ რომ დავთავროთ სკოლას, კიდე ბევრი კლასი ყავდეს იმას.
რას უსურვებდი მეგი მასწავლებელს მომავალში? მე მეგი მასწავლებელს უსურვებ სიხარულს, ჯანმრთელობას, მხნეობას, ბედნიერ წლებს და რომ იმედია, როცა ჩვენები მეყოლა, ისინიც მასთან მივლენ და ჩემ შვილებსაც კარგად ასწავლის და ხიარულ გაკვეთილებს ჩაუტარებს. მეგი მასწავლებელს რა ჩანგინდა გულით? მე მეგი მასწავლებელს უსურვებ ჯანმრთელობას, ლამაზ დღებს და მხიარულ ბავშვებს. ბანი გრას უსურვებდი მეგი მასწავლებელს. მე უსურვებდი რომ ის იყოს ბედნიერი, მხიარული, იღიმოს ყოველდღე და ყავდეს კარგი მოსწავლეები. რას უსურვებ მეგი მასწავლებელს? მეგი მას მინდა გისურვოთ, რომ ყველაზე კარგად იყოთ, ჯანმრთელად, სულ ბედნიერად, ძალიან სახიარულად და ბევრი პირველკლასელები, ოღონდ ისეთი პირველკლასელები, რომ არ გაგაბრაზონ და არ ინერვიულოთ მათზე. მეგი მასწავლებელი, გისურვოთ, რომ იყოთ მუდამ ჯანმრთელი და ისეთივე ხიარული და ენერგიული, როგორც ახლა ხართ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.